ძალიან კარგი და საოცარი გარემოდან მინდა შემოგიერთდეთ. უნდა მოგიყვეთ დაუვიწყათ თავგადასავალზე, ემოციებზე, ადრენალინზე. ეს არის ზიპლაინი და რას ნიშნავს ზიპლაინი? ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე ესე სისწრაფით გადავადგილდებით, თან ზემოდან არაჩვეულებრივი ხედებით შეგვიძლია რომ დავტკბეთ და მივიღოთ საოცარი გამოცდილება, თუმცა ვისთვის არის რა უსაფრთხოების წესები უნდა გავითვალისწინოთ? ამაზე სალომე ცაგარეიშვილი შემომიერთდება, ზიპლაინის ფედერაციის წევრი, სალომე დილამშვიდობის. სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ზიპლაინი. რა არის რომ გითხრა და უკეთ აგვიხსნა? ზიპლაინი არის ადრენალინური სპორტი, ატრაქციონი, ესე რომ ვთქვათ, ატრაქციონში გადის. ძალიან სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. საქართველოში მრავლად არის უკვე ზიპლაინები და მე პირადად ვცდილობ მაქსიმალურად რომ ყველა ზიპლაინისთვის სიამოვნო და ყველა ახალი სანახაობა გამოვცადო. ძალიან კარგი გრძნობაა ნამდვილად. ვისაც შიში აქვს, მას უფრო მეტად მოსწონს, იმიტომ რომ შიში მაინც თავისა შვება. დაძლევა ხდება შიში. შიშის დაძლევა ხდება. გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი ყავს, ვისაც ეშინოდა და ეს შიში დავაძლევინე და დღემდე მადლობებს იხდიან, იმიტომ რომ არიან ადამიანები, ვისაც სიმაღლის შიში აქვს და უბრალოდ დაბლავერი იყურებიან და ასე შემდეგ. სალომე, მოდი დავიწყოთ ხო უსაფრთხოება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი არის ეს, რა უნდა გავითვალისწინოთ და რა წესების დაცვა გვიწევს? ეს რაიმე კონკრეტული წესები არ გვაქვს, მაქსიმალური წონები გვაქვს და მინიმალური. რა თქმა უნდა, ბავშვებსაც უშვებთ, მაგრამ აქ არ არის საუბარი ძალიან პატარა ბავშვებზე, 20 კილოდან ზემოთ უშვებთ ბავშვებს. მაქსიმალური წონა გვაქვს 150 კილო, კონკრეტულად ამ ზიპლაინზე, სხვადასხვა ზიპლაინზე არის სხვადასხვანაირად, რა თქმა უნდა, ეს რეგულაციები, ჰარნესები და მექანიზმები არის. აი, ეს არის აუცილებელი რომ ვაჩვენოთ მაყურებელს. აი, შეგვიძლია რომ აგვეხსნათ თან რა არის. მაქსიმალურად უსაფრთხოა, მოწმდება ყოველ თვეში ერთხელ. ამას თვითონ თანამშრომლებიც ვამოწმებთ, იმიტომ რომ არის შემთხვევა, რომ მაგნიტური როლიკები აქვს და შეიძლება უბრალოდ გაიჭედოს და ამას დროზე ვამოწმებთ. რო არ მოხდეს ამის გაჭედვა ან რაღაც მსგავსი, ყველაფერს ჩვენ თვითონ ვამოწმებთ თანამშრომლები, ვართ გადამზადებული სერტიფიცირებული თანამშრომლები ზიპლაინის ეროვნული ფედერაციის მიერ. გვაქვს ასევე ლიცენზირებული მექანიზმები, სტოპები ავტომატური, ყველაფერი გვაქვს აბსოლუტურად დაცული. არაფერის გასათვალისწინებელი არ არის. მთავარია ადამიანს არ ქონდეს რაიმე ქრონიკული დაავადება, გულის პრობლემები, ხერხემლის მძიმე ტრამვა ან რაიმე ასეთი. სხვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს, ისიამოვნოს. სხვა და დაკავდეს ამ აქტივობით. ძალიან საინტერესოა თქვენ თქვით, რომ აი რა შემთხვევაში არ შეიძლება. ორსულობის შემთხვევაში არის ძალიან საინტერესო. ორსულობის შემთხვევაში, ან ნახეთ, თუ ადამიანი თვითონ არ გვიფიქსირებს, რომ არის ორსულად ჩვენ ანუ უხერხულ კითხვებს არ ვსვამთ, ესე რომ ვთქვათ, ეს ძალიან რთულია ყველას კითხვა ორსულად ხომ არ ხარ და თუ თვითონ გვეუბნება რომ ორსულად არის, ასეთ შემთხვევაში ორსულებს არ უშვებთ. არ არის მიზანშეწონილი, მინიმალური შიშიც კი შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფრთხე იყოს და ამიტომ ამ რეგულაციებს გავცემთ. ახლა ადამიანს, რომელსაც უკითხავს, რომ ორსულად ვარ და გამიშვებთ, მაშინ უნებით რომ არ არის რეკომენდირებული. თუ დაჟინებით არ მოითხოვს და მე არ მეშინია და ასეთ შემთხვევაში ვითვალისწინებთ ერთადერთ რამეს თანამშრომლები, სპეციალური მექანიზმი გვაქვს, რომელიც არის მძიმე წონაზე გათვლილი და შედარებით ნელა მიდის, იმიტომ რომ ანუ მსუბუქი წონა რო ჩაჯდება, ნელა წავა შედარებით და ორსულების შემთხვევაში თუ რაღაც გარმოუვალი მდგომარეობა და თვითონ დაჟინებით ითხოვს ტურისტი, უშვებთ ხოლმე მძიმე წონის მექანიზმით, რომელიც შედარებით ნელა წავა. სალომე, მე მაინტერესებს ჩვენ ახლა უშუალოდ ბოტანიკური ბაღის ზიპლაინზე. გვაქვს ძალიან ბევრი. ეს არის ყველაზე მოკლე მანძილი, რომელიც ზიპლაინის შემთხვევაში ზიპლაინი. დაახლოებით რამდენ წუთში ჩავდივართ და რა სიჩქარით გადავაადგილდეთ? საშუალოდ ჭირდება 30-დან 40 წამამდე დაშვებას. ან ვითარებს ასევე 30-40 კმ/სთ. წონაზეა რა თქმა უნდა დამოკიდებული. ბავშვის წონა შედარებით ნელა მიდის, საშუალო წონა შესაბამისად და მძიმე წონა უფრო სწრაფად. თუმცა მძიმე წონის შემთხვევაში რა თქმა უნდა გითხარით უკვე, გვაქვს სპეციალური მექანიზმები, რომელსაც უყენია უფრო მეტი მაგნიტი და უფრო მეტი დაბრკოლება აქვს დროს. უფრო ნელა წავა. უფრო ნელა მიდის. მე მაყურებელს არ ვიცი თავში კი ვთქვი რომ მოვიფიქრებთ ხო და მე მგონი კარგი გამოცდილება იქნება ჩემთვისაც და თუ მომეხმარებით რომ მოვერგოთ რა შეიძლება როგორ უნდა გავაკეთო სერგი დაგვეხმარება სერგი დილამშვიდობის პირველ რიგში რა გავაკეთო და რა უნდა გავითვალისწინო ეს საერთოდ არ აკეთებთ ავტომატური გასწერილი სისტემა აქვს სტოპი ეგრეთ წოდებული ზიპ სტოპი თქვენ უკვე ზიხართ და სიამოვნებას იღებთ შეგიძლიათ ტელეფონით სამოვიყოთ გადაიღოთ ვიდეო არ არის პრობლემა ძალიან კარგი მოდი კადრში გავაკეთოთ როგორ უნდა მოვიქცე ხელები გავუყარო შემდეგ კარგად შემიკარით
ღელავს სხვათა შორის და ემოციები აქვს მაინც თავისებური. სალომე მომეხმარეთ. აი რო ჩახვალთ დამეცნიერებს ძალიან სასიამოვნოა. ძალიან ეხლა ახლა პირველი ერთი სამნიარე რო ახლა გამოიყურება, მაგრამ ეს საერთოდ ანუ მე მაყურებელს აქვე სანამ დავეშვები, მინდა გითხრათ რომ მე ყოველთვის ვცდილობ რომ ცხოვრებაში ყველაფერი სასიამოვნო გამოვცადო, ყველანაირი სიამოვნება მივიღო ხოლმე. ჩვენ ყოველ ორშაბათს გიზიარებდით ხოლმე ძალიან საინტერესო თემებს, ცხოვრების ჯანსაღი, აქტიური წესი და ყველაფერი რაც სასიამოვნოა ჩვენ ცხოვრებაში. ეხლა მინდა რომ ეს გამოვცადო, ჩემს მაყურებელს დავემშვიდობები, ემოციებს უკვე ალბათ შემდეგ გადაცემაში გაგიზიარებთ. თქვენ კი ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. მე ახლა მიკროფონს გადავცემ, დავტოვებ და გავაგრძელებ გზას. შევხვდებით შემდეგ ეთერში. ყველაზე კარგი ემოციებით დაგვიბრუნდი. ვიდობით. თუ გინდა ვიდეო ჩართო ტელეფონზე, გაემზადე. ხო, დაგვა. ავე. ტელეფონს სპეციალურად თუ ხელს არ გაუშვებ, არ ჩაგივადება, მაგას არ შეგიძლია. ავიდა ლიკუნა ბედნიერი მგზავრობა, ლიკუნას ვისურვოთ ყოჩახ. მე ვერ გავრისკავდი, მაგრამ აგერ ლიკუნა შესანიშნავად სულით ხორცამდე ექსტრემალია, მოკლედ რა.